ოზურგეთის სპორტის სასახლე მინდვრის ჰოკეიში საქართველოს თასის გათამაშებას უმასპინძლა. მინდვრის ჰოკეიში საქართველოს თასის გათამაშებაში სხვადასხვა ქალაქების ქალთა და მამაკაცთა გუნდები ჩაერთნენ. ასპარეზობაში ფინანსების არ ქონის გამო მონაწილეობა ვერ მიიღო თბილისისა და ქუთაისის მამაკაცთა გუნდებმა, რამაც აჭარის ნაკრებს საშუალება მისცა დაძაბული თამაშების გარეშე მოეპოვებინა საქართველოს თასი. ქალთა გუნდებს შორის დაძაბული გამოდგა ფინალური შეხვედრა ქუთაისისა და აბაშის გუნდებს შორის. ბოლო წუთზე გუნდის კაპიტნის მიერ გატანილმა ბურთმა გამარჯვება ქუთაისელ გოგონებს მოუტანა. პირველი ადგილი წილად ჩვენ შეგვხვდა. ამისათვის ძალიან მომზადებულები ვიყავით, მზადაც ვიყავით და ძალიან გვიხარია პირველი ადგილი რო ავიღეთ. ბულგარეთის სპაესკა მოგვიწია და ბევრს ვივარჯიშეთ, რომ იქიდანაც გამარჯვებული ჩამოვიდეთ. ქუთაისისა და თბილისის ვაჟთა გუნდებმა აღნიშნულ თასის გათამაშებაში მონაწილეობა ვერ მიიღეს, ისევ ფინანსური პრობლემების გამო. მათი მონაწილეობა უფრო საინტერესოს გახდიდა აღნიშნულ თასის გათამაშებას. გამარჯვებული გუნდები დაკომპლექტდება ნაკრები, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს თასის გამარჯვებული გუნდები მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ.